საიდან წარმოიშვა შენი კალიგრაფიის თვითმასწავლებლის ბოქსის იდეა? ყოველთვის მინდოდა რომ კალიგრაფიის შესწავლის პროცესი უფრო მარტივი ყოფილიყო და შევეცადე რომ ამ გზით გამემარტივებინა ხალხისთვის, ვისაც სურვილი აქვს რომ აითვისოს ეს ხელოვნება. რა იყო შენი მთავარი მიზანი ამ პროდუქტის შექმნის მომენტში და შეიცვალა თუ არა მიზანი ამ პროდუქტის წარმატებით გაყიდვის შემდგომ? მიზანი არ შეცვლილა, მიზანი თავიდანვე იყო და ახლაც არის კალიგრაფიის პოპულარიზაცია და სწორი ინფორმაციის გავრცელება საგანმანათლებლო მიზნებით. გაქვს თუ არა რაიმე იდეა ამ სფეროს განვითარებისთვის სამომავლოდ? გვაქვს უამრავი იდეა თუ როგორ შეიძლება გავხადოთ უფრო საინტერესო ჩვენი სასწავლო რესურსები და როგორ შეიძლება გავავრცელოთ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენად მაღალი იყო კონკურენცია იდეის განხორციელების მომენტში? როდესაც ამ იდეას ვახორციელებდით, პრაქტიკულად ჩვენ პირველები ვიყავით. ასე რომ კონკურენციაზე გამიჭირდება რაიმის თქმა, მაგრამ ჩვენი მიზანი ისიც არის, რომ მომავალში უფრო მეტმა კალიგრაფმა, უფრო მეტმა პროფესიონალმა შექმნას მსგავსი პროდუქტი და შეიქმნას უფრო კონკურენტული გარემოც.